ალბათ გსმენიათ ერთი თამაშის შესახებ სახელწოდებით Megapunk, რომელიც ბოლო რამოდენიმე კვირა ინტერნეტში ძალიან მაგრად გავარდა და მას ბევრი ცნობილი უცხოელი სტრიმერის თამაშიც მოყვა. ალბათ გაგიჩნდა კითხვა, რა არის ეს თამაში და რატომ გახდა ასეთი სენსაცია არსაიდან. ნება მომეცით რომ მოგცეთ პასუხი ამ კითხვაზე. Megapunk არის ერთ-ერთი ცნობილი ჟანრის bullet heaven-ის უახლოესი სახე. ამ ჟანრს ეკუთვნის ბევრი ცნობილი თამაში, როგორიცაა Vampire Survivors, House of Torment, Death Must Die და ასე შემდეგ. ვინც ამ თამაშებიდან რომელიმე მაინც თამაშით, დაახლოებით იცით როგორი გეიმპლეის უნდა ელოდოთ, მაგრამ იმათთვის, ვინც ამ ჟანრს პირველად ეხება, მოკლედ რომ გითხრათ, თავარი გეიმპლეის ჩამოყალიბება შემდეგნაირად. ყავს ერთი პერსონაჟი, რომელიც ავტომატურად ურტყამს თავის იარაღს ახლოს მდებარე მტერს არენაზე. თვითონ არენა ძალიან დიდია და მასში მტერთა რაოდენობა თითქმის ულებია. ყოველივე მკვდარი მტერი ხდის ეგრეთ წოდებულ points, რომელიც ზრდის ლეველის ბარს. ყოველ ლეველის აღებაზე შენ შეგიძლია აერჩიოს სხვადასხვა იარაღი, შენი დაწყებითი იარაღის გარდა და ყველა ერთად ურტყა მტერს. წინათ ნახსენები გეიმპლეის გამეორებით შეგიძლია აწიო კიდე ლეველი, ან გააძლიერო შენი იარაღი ხელში, ან აერჩიო სრულიად სხვა ახალი იარაღი და დაამატო ის შენ არსენალში და გამოიყენო ყველაფერი ერთად, რაც შეიძლება მეტი მტერი მოკლა არენაზე. ესაა ძირითადი ჩამოყალიბება ამ ჟანრის თამაშების. პირადად Vampire Survivors-მა ეს ჟანრი არსაიდან ააფეთქა პოპულარობით და ბევრი პოტენციალური მოთამაშე დაინტერესდა ამ ჟანრში. რამაც მოგვიყვანა დღეს ამ ჟანრის უახლოეს თამაშამდე და ეს არის როგორც უკვე აღვნიშნეთ Megapunk. ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება თავის პრედესესორებთან არის ის, რომ ეს თამაში არის სრულიად 3D, რაც ძალიან სახალისო შეგრძნებას ტოვებს შენში. და სხვა დანარჩენი, მოდი უკვე ერთად გამოვცადოთ თამაშში, რადგან რაღაცის აღწერას ყოველთვის ჯობია საკუთარი თვალებით დანახვა. როგორც ხედავთ, ეს არის თამაშის მენიუ, აქ გვაქვს unlock-ი, რომელსაც შემდეგ გახსნით, როცა თამაშს ცოტათი გააგზელებთ. აქ გვაქვს ქარაქტერები, თავიდან ვიწყებთ ამ მელათი ან აი ასეთი რაინდით. შემდეგ ხსნით სხვადასხვა გვირებს, როგორც ხედავთ აქ. და შემდეგ გვაქვს ასევე იარაღები. ამ იარაღებს, ამ ტომებს და ასევე რაღაც აითემებს ვირჩევთ ჩვენ თამაში ლეველის დროს, როდესაც ვკლავთ სხვადასხვა სახის ტრებს. გვაქვს რაღაც quest-ები, რაც სხვადასხვა coin-ებს გვაძლევს, რითაც შემდეგ რაღაცებს ვხსნით shop-ში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი, ბევრი ლაპარაკის გარეშე პირდაპირ ჩავდოთ თამაში და პირდაპირ შევხედოთ თუ როგორი არის თვითონ გეიმპლეი. ვიწყებთ თამაშს და მე ავირჩევ აი ამ პატარა ჩონჩხს, რომელსაც აქვს skateboard-ი, რაც მას დიდ ცისწრაფეს და აი კაი შეგრძნებას აძლევს თვითონ თამაშის კონტროლის დროს. მე პირადად ესაა ჩემი ფავორიტი და გონია ვინც პირველად ითამაშებს ამ ქარაქტერს და გახსნის, მისი ფავორიტის გახდება. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე მოდი პირდაპირ დავიწყოთ. ვირჩევთ პირველ ტურს და ვაჭრეთ confirms. გამოდის ასეთი ტელეპორტი და მაშინ ვიჩიტებით ჩვენ. გვაქვს როგორც ხედავთ მარჯვენა კუთხეში მაპი. მწვანე პატარა ოთხკუთხედი არის აი როგორ თქვა, მნიშვნელოვანი საგნები, რაც დაგვეხმარება ჩვენი პროგრესის გაზრდაში. მაგალითად ეს მაგნიტი, როცა ტერი ვტება და ის coin-ებს აგდებდა, ჩვენ მაგალითად shores ვართ, შეგვიძლია გამოვიყენოთ და მთელი მაპის რადიუსზე დაგვიბრუნოს ყველა coins და დაგვიზრდის ძალიან ადვილად levels. ეს როგორც ვახსენე, coin-ები ავიღეთ, level-ის ბარი გაგვაზრდა და შეგვიძლია ან გავაძლიეროთ ჩვენი არსებული იარაღი, რომელიც უკვე გვიჭირავს და დავიყვანოთ ის level 3-ზე, ან ავიღოთ სხვა რაიმე, მაგალითად როგორიც არის აი ეს ახალი ძალა, რომელიც მოკლედ ვთქვათ, ყველაფერს ყიდავს ჩვენ რადიუსში. და როგორც ხედავთ, უკვე გვაქვს მეორე იარაღი, რომელიც ჩვენ არსებულ ძვალთან ერთად, რომელიც წერს S3-ს, ასევე გვიქმნის რადიუსს, რომელიც დემიჯს უკეთებს ჩვენთან არსებულ ყოველ მტერს და ამით უფრო ადვილად შეგვიძლია აი ავიღოთ ეს coin-ები და ავწევთ ჩვენი level-ი. და ეს არის მთელი თამაშის მუღამი, აი კლავთ ყველაფერს, 3D-ში დავბივართ და ვიღებთ levels, რომ შემდეგ უფრო მეტი მონსტრი და უფრო მეტი ბოსი მოვგლათ. ახლა ზოგიერთი მონსტრი კიდე აკეთებს ასეთ chest-ებს, რომელიც აი განსაკუთრებულ აიტემებს გვაძლევს, რომელიც ისე ზოგადად level-ის აწევის დროს შეიძლება არ დაგვიგდოს. მაგალითად, აი ეს, რომელიც 7.5 ჩანს გვაძლევს, რომ დაფრიზოს enemy, რომელსაც ჩვენ ურტყამთ. იგივე როგორც ხედავთ, ახლა ზოგადად ძალიან ადვილად ვკლავთ ტრებს, მაგრამ ზოგიერთი ტერი, რომელსაც შეუძლია დიდი ხანი გაგვიძლოს და რამოდენიმე დარტყმა აიტანოს, თუ შეამჩნევთ, გათაცდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გაიყინა. რომელიც ჯერჯერობით სამწუხაროდ კიდევ ჯერ არ ჩანს, იმიტომ რომ ძალიან ძლიერები ვართ. მოდი ავიღოთ pick-up range, რომელიც დიდ range-ზე აგვაღებიებს coin-ებს, ასე რომ აი ძალიან მიახლოება არ დაგჭირდება. აი ეს კიდე, აი ეს მწვანე ოთხკუთხედი არის ისევე ერთ-ერთი სტრუქტურა, რომელიც დაგვეხმარება პროგრესის გაზრდაში. ეს პირადად თუ მასთან გვერდზე დიდი ხანი დავდგებით, გვაძლევს აი ასეთ გაძლიერების შანსს. აი მოგვცეს მაგალითად 5% crit damage, რომელიც ჩანს გაზრდის იმისას, რომ ძალიან მაგრად დავარტყათ მტერს. Elite spawning increase, რაც ნიშნავს, რომ აი ძლიერი ბოსები
ბოსების აი დასპავმა შეუძლია, რაც კარგად არ ჟღერს, მაგრამ თუ იმას მიხვდებით, რომ ყოველი ელიტი ბოსი ძალიან მაგარ upgrades აგდებს, მაშინ ძალიან კარგი სტატის აღება იქნება ეს, თუ შესაბამისი ძალა გვაქვს, რომ ეს ბოსები მალე მოკლათ. ან შეგვიძლია ავიღოთ crit damage, რომელიც crit chance-ის შემდეგაც გვიზრდის დიდი damage-ის რაოდენობას. მაგალითად მე damage-ს ავიღებ ამ შემთხვევაში. და მოდი გავაგზავნოთ თამაში აი ასე ვირბინოთ. მოკლედ ჩვენი იგლივ არსებული ყველა მტერი, ნელა ავწიოთ ლეველი. აი აქ კიდე გვაქვს მაგნიტი, რომელიც აი ზემოდან რაც არის coin-ი, აი როგორც ხედავთ, მოიყოს ჩვენამდე. ამას არ აქვს რაიმე ლიმიტი. შეიძლება თელი მაპის სიგრძეზე ნებისმიერი coin-ი რაც არსებობს და რა გვიღია, მოიტანოს ჩვენამდე, რაც ძალიან კომფორტულია. ასევე გვაქვს ასეთი სტრუქტურა, რომელიც აი სპამავს ბოსებს, პატარა ბოსებს, რომლის მოკლის შედეგად გვიგდებს ჩესტებს, რომელიც სპეციფიკური ძალებს გვაძლევს. აი როგორც ხედავთ, ახლა აი ჩონჩხი გაიყინა. ეს არის აი იმ ძალის ეფექტი, რომელიც ჩვენ წეგან ავირჩიეთ, რომელსაც ჰქონდა 7.5% იმისი, რომ გაყიდოს ტრები, რომელსაც ჩვენ დავარტყავ. და სამწუხაროდ მოვხდით. ამდენ ლაპარაკმა იცის ხანდახან ყურადღების გაფანტვა. მაგრამ არა უშობს, შეგვიძლია ეს ისევე ხელთავიდან დავიწყოთ. კარგი, მოდით ახლა ყურადღებით მივეპყროთ ამ გეიმპლეის ნაწილს. გვაქვს ჩესტი, რომელსაც ამჯერად აი ასეთ ჩესტები, რომელიც ვიწაშია ჩადებული, ჭირდება coin-ები, რომელსაც აი მარცხენა კუთხეში ზევით შეხედავთ. ეს coin-ები იღება ყოველი დღის მოკლისას რაღაც რაოდენობით, რომლის რაოდენობაც შეიძლება გავზოთ სპეციფიკური სტატის აღებით, მაგრამ ამჯერად ეს სტატი არ გვაქვს. აი მის უკან ეს ქანდაკება კი როგორც გავიგე, მოდი ვცებ ეს ავიღოთ. Standing still heals you, ანუ თუ სწორად გაჩერდები, დაიხილები, რაც ძალიან კარგია ჩემ თვალში. ეს პირადად აი ბოსებს, boss course, აი როგორც მივხვდი, ბოსებს აძლევს debuffs, რაც მათ მოკლას ადვილს ხდის. ორთოში ასე მივხვდი, ზუსტად არ ვიცი. ასევე გვაქვს ასეთი აი როგორ თქვა, ფინჯანი ან რა ვიცი, ვაზა მიწაში, რომლის აღებითაც რაღაც პოინტებს გვაძლევს. ხან გოლდია, ხან ლურჯი coin-ი, ხან კიდე სხვა რამე. რის აღებაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ აიღებთ ძალიან დაგეხმარებათ ლეველის აწევაში. ასევე ხანდახან გვხვდება ასეთი merchant-ი, რომელსაც ქვია shady guy, რაც არ არის ზოგადად კაი ადამიანისთვის. მაგრამ თუ დაველაპარაკებით, გვაძლევს აი ასეთ სტატებს, რომელიც შეიძლება ვიყიდოთ goldi-ის მეშვეობით, რომელიც როგორც უკვე ვახსენე, აი აქ გვიგროვდება. ამჯერად მხოლოდ 50 მაქვს აღებული და შეგვიძლია მარტო გავზარდოთ ჩვენი damage 10%-ით. მოდი ავიღოთ ეს. და ასევე ავიღოთ აგერ random სტატი, attack speed-ი ამჯერად, ზოგადად ახლა რაც გვაქვს იმაში დიდად არ გვეხმარება. მოდი evasion-ი ავიღოთ, რომელიც აი პროცენტს ზრდის იმისას, რომ თუ მტერი დაგარტყამს, აი შეგიძლია დაიგნორო ეს damage. ახლა ყველაზე მეტად ზოგადად კაი იქნება თუ HP-ს ავიღებ. გოლდი. ხანდახან გოლდიც ხდება, რომელშიც კაი რაღაცა არის. Increase luck 7.5. ეს ზოგადად გვეხმარება იმაში, რომ შანსი გაზარდოს იმის, რომ კაი აიტემი დავაგდოთ. ახლა ჯობია ცოტა ფრთხილად ვიყო, იმიტომ რომ უკვე ყები ნელ-ნელა ძალიან არა კომფორტული იქნება. მოდი გამოვცადოთ ერთ-ერთი სტატი, რომელიც ავიღეთ ზეღან, როგორც მახსოვს, თუ სწორად ავდგები, უნდა დავიხილო. აი, მედედა, რა კაი ეფექტია. ეს არც ვიცოდი თუ იყო ასეთი. მოდი გავზარდოთ elite spawn rate-ი. ეს დაღლად არ ვიცოდი, პირველად ავიღე მასტერი და ასეთი კაი ეფექტი თუ ქონდა, მართლა არ ვიცოდი. ყოველ გაჩერებაზე შვება? კი, სასწაულია. ძალიან მომწონს, კაია. მოდი აქ ავიღოთ კიდე სტატი. მოგვადგება ხალხი. ოღი დავარტყათ. Maximum HP damage ბოსების მიმართ. მოდი HP გავზარდოთ. ხელახილი თუ გვაქვს, მე მგონი მაღალი HP დიდად არ დაგვეხმარება. მოდი damage გავზარდოთ ელიტების წინააღმდეგ. ჩემი აზრით ყველაზე კაი იქნება მაგი, რადგანაც ელიტის spawn rate-იც გაზრდილი გვაქვს. საკმაოდ ბევრი ხალხი მოგლობდა. მოდი damage გავზარდოთ. როგორც ხედავთ, ერთ-ერთი წიგნი ავიღე, რომელიც damage-ს მისდის. მოდი მაგი ამაგას გავზდი ცოტა ლეველზე, იმიტომ რომ damage თუ გვაქვს კაია. 90 გოლდი გვაქვს, ამას 72 უნდა რომ გავხსნათ. მოდი ნახოთ შეგნირადებს. 90%-ით მეტი გოლდი გვაქვს ტრების მოკლით. კაია, კი, მომეწონა. შეიძლება დაგჭირდეს. რუკაზე ვხედავ კიდე ერთ სტრუქტურას, აი ზევით ყოფილა. მოდი აქედან ავიდეთ.
ამაზე ახვდეთ, აქ გამოვცუროთ და აი აქ მივიდეთ. აი ორი ბოსი გაგვეჩითა. სწრაფად ვარ ვიღეთ ამ სტატს და გვაკამენ. არა. მოვასწრეთ, აია. მოდი ნოკბექი ავიღოთ. ნოკბექი არის ის, რომ აი თუ დაარტყავთ ეს გადარჩება, ცოტა უკან გააგდებს, რაც ვაიმე. აი არ მინდა შევეშვა სანამ აი კარგად არ შევარ გეიმპლეიში, იმიტომ რომ ახლა თავი გავანებო ამას უკვე სირცხვილია. რა მედის ჩვენი ცოტათ კიდევ ერთხელ. მივაწვეთ მეტავი აგი რა თვალწინ გვაქვს ესეთი სტრუქტურა. Jump high and further. დიდი ახტომა გვიშველის კაია. აქაც ხედავდი კი აგერ არის ერთი კიდე. Critical chance knockback. knockback ამ შემთხვევაში კაია. აგერ კიდე სტრუქტურა. მალე. Pick up range HP regen critical chance. მოდი critical chance ავწიოთ. Access ფეხი ავიღოთ. Debuff-ი ავიღოთ boss-ის მიმართ. აი შვაში რომ დავდგე მე მგონი ორივე საერთოდ ვიღებ. კი, კაია. Damage to elite-ები და HP regen-ი გაიქნება. აგერ გვაქვს მესამე. ვილად. HP regen-ი shield-ი. მოდი shield-ი 5 ცალი shield-ი დიდი არაფერი არა. მოდი HP regen-ი ავიღოთ. Chest-ი გავხსნათ. Gold from 20% მეტი gold-ი, კაია რა. Studia. Აი, აქ ხედავ რაღაცა კიდე აი ეგ ყოფილა. HP regen-ი max pick-up range. რავი, ძალიან ბევრი HP regen-ს მაძლევს და მოდი მაგას გავსტაკავ. ესეთ აი მალე უნდა მივსებოდეს HP მაგი თუ კარგად გავაძლიერე. აი აგერ არის ზუსტად. ეს ერთი, ეს მეორე. ეს მაძლევს knockback-ი critical chance-ი. 40% chance-ი რომ დასვამოს extra XP shard-ი. აჰა. კაია, ვიღოთ მაგი. აი ეს ნაჯახი არის, მე რაც გამოვცადე, ერთ-ერთი ყველაზე გაიარაღი კიდე ჯერჯერობით დასაწყისში ხარ შემთხვევაში. შეიძლება მომავალში კიდე კაი რაღაცა გავხსნა, მაგრამ ამჯერად ძალიან კაი რაღაცა. ბოსები დავსპამოთ და ჩესტები ავიღოთ მაგათგან. ასთა აი გოლდის ჩონჩხია ეგ. მისგან გოლდი გაიქნება. მოახერხე ამნაირად მოგლა. აუ გამექცა ბიჭი. არა, აი მაგის მოდი ამნაირად ცადოთ უცებ ამნაირად მოკლათ. აი დიდი HP გიქონიათ. რამდენჯერ უნდა დავარ და აღარ ვიცი. მიდი ერთიც დარჩა. ასე. ახლა უნდა გავასუფთავ ამ ადგილი რამენაირად და მივიდე მაგ ჩესტამდე. ოი მეორეც დააგდო იმან. კაია. Increases evasion-ი კაია, 12% გვაქვს შანსი რომ დავაიგნოროთ damage-ი. 12 შანსი რომ ანუ პლანობაში გვაქვს 24 შანსი რომ ეს ექსტრა პოინტები დააგდოს მოკლულმა მტერმა. რაც კარგია. ავიღოთ ეს ვაზა. აი armor-ი დააგდო რაღაცამ. აი მაპის გამოყენებას თუ ისწავლეთ ამ თამაშში, აი ძალიან ადვილად შეიძლება მიაგდოთ აიტემებს. ბატო თვალით ხანდახან რაღაცებს ვერ ხედავ. ავიღოთ აქ სტატი. ოპა ბოსი გამეჩითა კაკრას ჩემს უგან. სადაც ვიყავი, აი ეგრე იქ. და დაიწყო პრობლემად ციტელი რაღაცა სპამა, რაც სტატებს ვერ ამაღებიებს. ასე რომ ამათ მოგლაზე უნდა ვიჩარეჩო ახლა. Double jump-ი საბძოხავად არ მაქვს შე. Ormagi ახტომან ძალიან. ოპა, epic rare-ი დაჟე. 36-დან 57-ზე ავარდება. კაია, ვიღოთ კაც რა. მიდის ჩვენ. Range-ის გაეზადა ამ ხრაწრებს ხაზავ. კაია, მომწონს. კაია, პასაფრთხილად უნდა ვიღო, ვილად. მოდი ეს გავზარდოთ. ამას თუ მაღალ ლეველზე აიყო ამ ნაჯახს. 5 წლის თუ 6 წელს ერთად და დიდ range-ზე აი დიდი ისაა უკვე წვდომა. Pick up range-ი არა წესლი გავზარდოთ მოდი ამჯერად. ბევრი დარჩათ ამ ბოსებს. პასაფრთხილად უნდა აი swarm-ი არის კიდე ასეთი მექანიკა, ერთად გესევა რამოდენიმე რაღაცა არსება ერთად. ფერად თუ აიქნები ძალიან ადვილად შეიძლება რომ მოკვდე. ამჯერად გობლინები მესევა. ხან ჩონჩხებია, ხან კიდე სხვა რაღაცა. გობლინები კიდე კაია, ადვილად მოკლა. მიდი ბოლო ბოსი დარჩა. ესე კიდე აღდო იმან ძინან.
ფილად. Lucky HP Regeni ხო რა ვიღო ისე Regeni კაგრას მოხდა კიდე რო გავზარდო? მოდი რა ვიღოთ. აი იქნება. აუ ჩესტამდე ვერ მივედი. ეს ავიღოთ. აი, აბა რას ვიგდებ? 40 ჩანსი რომ აჰა, მოწამლო ევები. ეს შეება. ოპა, purple dog-დო epic. X მიშარდები. ო, ისე იგი coin-ებს რო აიღებ, თუ boss-ი დახვდება, monster-ი დახვდება გზაში, damage-ს უგეთებს. აუ, რა კაი რაღაცა. მოდი shield-ი გვინდა? არა მგონია, refresh-ი, HP regen-ი. აი, შეხედეთ. თუ დააკვირდებით, ახლა monster-ი coin-ი თუ კან თუ ევიღე, მოხდა. აი, კლავს. აი, ძალიან მაგარი რაღაცა ეს. YouTube-ს pick-up range მაგ აღებული არ მაქვს მეგონი აღებული. Evasion, projectile speed, lifestyle, pick-up range ხა იქნება სასწაული ამაზე. აი, არ დამიგდო. crit chance-ი კი ამარა, არა pick-up range მიჩენია დავსკიპავ ახლა ამას მე. ისე იგი says evasion-ი shield-ი. დავსკიპოთ ისევე. chest-ი გავხსნათ, საკმაოდ ბევრი goldi გვაქვს აღებული. აქაც increase lucky. ოპა, legendary რა არის ესე? 8% ჩანსი რა დაარტყა ტერს და გააკეთო დიდი პლასტი. ო, ეს კაი რაღაცაა. knockback-თან ერთად კიდე კაი ის არის. ეფექტი. აი ესე იგი, max HP, elite spawn rate, მოდი jump-ი ავიღოთ. მე უფრო დავხტიო რა აქ და იქ. მოდი spawn დავიხედოთ პირ თუ არის ამ სტრუქტურა. მაპზე დავხედოთ, ეცამა მაპიც გვაქვს, რომ თუ არ მithქვი აქამდე. ნუ წინ არ გვაქვს ნანახი არაფერი და მოდი წინ გავიდეთ. აი, movement speed-ი დამხატავდა ახლა, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს. არა გვაქვს აქ სტრუქტურა, არა merchant-ი ყოფილა. ისე იგი, რაც უფრო დიდხანი გახარ მით უფრო მეტ damage აკეთებ, ნუ ამას ჩემთვის არ აქვს აზრი. იმიტომ რომ სწორად არ ვდგავარ, დავდივარ უფრო increase damage by chest. ო, 12%. აი, ეგი გავზარდოთ, მოდი კიდე extra coin-ები არასდროს არ გვაწყენს. აგერ gold chest-ი არის კიდე. რამაც დაგვიგდო. ბევრი ფული აიღეს სიარულით, რაც მაგის გადა ფრეიმიგეთებია ეს თამაში დავიწყე. აგერ debuff-ი არის boss-ის, chest-იც გავხსნათ. მე HP გავიზარდო 55-ით. აგერ კიდე chest-ი გავხსნათ. ოპა, legendary რა არის ეს? პერიოდიკურად აიღე ყველა experience-ი. ოპა, ისე coin-ებს პერიოდულად მომცემს. ო მაი გად რაღაცა ჩანს. ანუ მაგნიტი არის, მაგრამ ცოტა ნელი მაგნიტი, რომელიც ზოგადად ბაზლებს coin-ებს თელ მაპის იგვლივ თუ რა ხდება, არ ვიცი. და ისე იგი 7.5% რო და freeze enemy ცოტა არტყამ. თუ poison-ი. მაგი აქ წერია კი არ ვიცის. pick-up range poison-ი არ მგონია projectile speed-ი. არ მგონია, მოდი freeze-ი მიჩენია. იმიტომ რომ ზოგადად ტერი უფრო ახლოს მოდის ჩემთან და თუ დავარტყმ და შევაჩერებ პატარას. აი აქ კიდე რაღაცა არის, მაგნიტი, რაც ნელა გამოგვადგება. ამჯერად, რადგანაც ეს ავიღე. ისე იგი, evasion 15% poison. მოდი evasion-ზე ვიღებ. კიდე მაგნიტი. ისე იგი, knockback-ი, ნუ uncommon რადგან არის, მე ვირჩევ. უი, დედა, რა ქრახტება increase damage by 0.8% per kill. ო, per kill-ზე, მაგამ დავაფიქრა. მოდი ავიღებ აგას. per kill-ზე მე ბევრი kill-ი მაქვს და 1.1 და 0.1% ნენელა აი იმაზე დადგება. pick-up range-ი არსად არა აქ, punishment-ი გავუკეთოთ, მოდი lux. ავიღოთ ვაზა. აქედან projectile-ი ავიღოთ, ჩვენი ძვალი, რომელსაც ვესვით. კიდე ვაზა ავიღოთ. map-ზე ხედავ რაღაცას იქ. სტრუქტურა ყოფილა. უი, 3 წუთი დაგვჭა, ხო არ დავიწყოთ ფორსთან ბრძოლა, იმიტომ რომ რაღაც გავადრო. ხო მე მოდის ესეთი swarm-ი, აი ასეთი swarm-ი მოდის ახლა დამადგება, ოღონ აი იმ swarm-ი უეჯვარი გლავს. იმიტომ რომ ძალიან დიდი damage აქვს და დიდი HP. ჯობია წავიდე, ავიღო boss-ი, სიგაქვია summoning-ი.
ნენელა რა ვიცი. შოიდან ურყა მაინც რომ მოკლა. აგერ არის. სამი ბოსი დასპამა, აუ მაგი არა გაი. დემიჯი ესე თავი ნორმალია. არა. ერთ დაიხელა ზეპაკლებული გო. უიდე ფლა. Max HP არ მინდა, აუ ვეღარ შევბი ვერაფერს აქ, ამავეც პანიშმენტს უკეთებ ერთ skips ერთ refresh. აი, მაშინ ჯანდაბას ავიღოთ HP რავი. აი, ბოსის სად არის ვხედავ? აი, აგერ არის. ბამბათი მოკლა გაჭირდება, ამდენად მოვასწრებ ბორტუჩი, ნამდვილად არ ვიცი. მოდი ეს ავიღოთ. ოპა, ეს მესამეა. უიდე და 6 პოსტებს ძოლები ერთად. არა, ჩემი საქმე კარგა. ახსნათ ჩესტი. ასე დავადოთ, კაია, ზემოდან რომ დავახტეთ, რომ ცეცხლდეედოს. არა, HP-ც მიაქვს. დაებლომად, თულად თუ არ ვარ. HP რეგენი გავზარდოთ, მოდი. გავხდეთ, გამოხდეთ. თულად. ერთი არის ფაქტობრივად არია, დაიცა. მიდი ერთი მოხდა, გაია, ჩესტის დააგრო, გავიგონე მაგის ხმა. ასთა ვერ მივდივარ იქ ახლოს. თულად, აი ხედავ ჩესტს. ავიღეთ. აი ესე charge. აჰა. სტრუქტურიდან ადვილად უფრო მალე მოგვცემს იმას, რა ქვია. სტატებს. იმენა დიდი ხანი ლოდინი არ მოგვიწევს. თულად. ინა მოვყავით ერთი ბოსი შესწვდავ. თულად. აგარ ვიდი საქმე. ესე იგი, მოდი რეგენი ავიღოთ. თავარი სამი ბოსი კიდე არ მომიგლია, ეს ჩაბრი ბოსები ყოფილა. ერადედა დამერხა. 43-ში მაგათ ახლა ვერ მოვასწრებ მაგათ ორლას. ავიღოთ ეს, მოდი. იტოს 1900 ქონია HP და რას მოვასწრებ კაც. ერთი კი მოვგალი ეს. აი, ატომური ბომბი დავარდა და ეცა. გაიდაახტა. მიდი, გეთაყვა, მიდი, შენ დარჩი ერთი. შენც მოკვდი. ოპა, ეს დაღდათ კაიტურიო. ბოსებიც მოვყალით. პორტალი გაიხსნა, აი როდესაც დავსპამეთ ბოსი. მან უკვე პორტალი არის, რომ რაღაცა სამყაროში გადავიდეთ. რაც სვარმისგან დაგვიცავს. მოდი განახეთ მაგ სვარმს. კაკას პორტალი კი არის და თუ რამე გავექცევით, იმედია. აი ეს თეთრი რაღაცეები, ეს კიდე არაფერი, აი შავი ვერსია მოდის შემდეგ. აი შავები არიან ძალიან საშიშები. ავიღეთ. ყველაფერი ავიღეთ, მომადგება. ცუდი ხაფი. უი, ფილა. აი ას გადგებიან, კარგად ფილა თუ ახარ. აი იმენა მოხდები ეგრე. ფილა. შავები გამოჩნდა ერთი შავი. გამოჩნდა მეორე, ფილა თუ ვიქენი ახლა მოხდები. აუ გამოჩნდა, დავედი მეხედან, წავედი. ნუ ზოგადად ასეთი თამაში არის, ახლა როგორც ხედავთ, რო ვითამაშეთ, დავაგროვეთ პატარა სილვერები, ეს არის სილვერ კოინების რო ვამბობდი. ამით ჩვენ შეგვიძლია ახლა გავხსნათ აიტემები, აქ რავი, სული და გულო რაც მოგიდება. და ასეთი თემებია, რა ხსნიდნენ რაღაცეებს, აგერ აიტემი, აგერ წიგნები, აგერ იარაღები, მე კიდე quest-ებს აკეთებ, აგერ ეს quest-ები კიდე coin-ებს გაძლევს. ამ coin-ებით მე კიდე აგერ აძლიერებ, მაგალითად, აი მეტი იარაღი რო ატარო, მეტი ტომები ციგნები რო ატარო, მეტი coin-ები რო აიღო ერთ თამაშზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის თელი თამაში და ესა თელი გართობა და სიამოვნება და აგერ ასე თამაშობ, იღებ coin-ებს აძლიერებ და ცდილობ რაც შეიძლება დიდი ხანი გასვლოთ თამაში და შემდეგ ამის მიხედვით მე ხულებს იღებ და კიდე რავი, აგერ ხალხს ებძვით გლობალურად ან მეგობრებში რავი. და მეგობრებშიც ბოლოზე ვარ და აკაც პიზდეთ. ნუ ზოგადად ესა თელი სიამოვნება ამ თამაშის და იმედი მაქვს ჩემი gameplay-ით და რაღაც ახსნით პატარა პოტენციალური სიამოვნების შეგრძნება რაც
ამ თამაშმა შეიძლება მოგვაროთ, აი რაღაცა დაინახეთ და თქვენ თვითონაც დაინტერესებული იქნებით რომ ეს თამაში ცადოთ. და ეს დღევანდელი ვიდეოსთვის იმედი მაქვს პოტენციალი ნახეთ ამ თამაშის და გაერთეთ არამატო გეიმპლეით ასევე ჩემი ახსნით. და ეს იქნება დასასრული ამ ვიდეოსი. მადლობა ყურებისთვის. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო თუ გაერთეთ და მე თქვენ გნახავთ შემდეგ ვიდეოში. დროებით